მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, ტრადიციულად მე ხამიქიუშვილი ვარ თქვენთან ერთად და ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე იმ გარკვეულ თეატრალურ სიახლეზე, რაც თბილისში ან საქართველოს მასშტაბზე, და არა მარტო თეატრზე, თუმცა დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტია ჩვენი საუბრის მიზეზი, ვინაიდან 2 მაისს, როგორც ცნობილია, საზოგადოებისთვის გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი. დღეს დაკრძალეს ბატონი ნუგზარი, ძალიან მძიმე დანაკლისია თან ისეთ ასაკში, როცა მას კიდე ბევრი რამ შეეძლო. ბატონი ნუგზარის თეატრალური კარიერა იწყება 1972 წელს, როცა მან დაამთავრა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის, შემდგომ ის გარკვეული პერიოდი მუშაობდა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ხუმის თეატრში და უკვე 80 წლიდან ის ერთ-ერთი ფუძემდებელია, შეიძლება ითქვას, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრისა და მოყოლებული 80 წლიდან დღემდე ის პარალელურად მუშაობდა სხვა სცენებზე, მაგრამ ერთგულად ემსახურებოდა ამ თეატრს. არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეექმნა როგორც ეკრანზე, ასევე თეატრში და დღეს ჩვენ ბატონ ნუგზარს გავიხსენებთ და ჩვენი სტუმარი გახლავთ სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სახალხო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია, რეჟისორი ირაკლი საღამომშვიდობისა. მადლობა პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს დიდ დანაკლისს, იმიტომ რომ თქვენთვის განსაკუთრებით ძიმეა თქვენ თეატრის შეიძლება თქვით ერთ-ერთი მთავარი მსახიობი იყო. დღეს იყო დაკრძალვა და განსაკუთრებით ძიმეა ამ დღეებში. ირაკლი, მოდით გავიხსენოთ ნუგზარის, ბატონი ნუგზარის რატო თქვი ხა ნუგზარი უცებ დაუნცა. მცირე იმას გავაკეთებ გადახვევას. ჩემზე უფროსი იყო, თუმცა ძალიან ახალგაზრდული იყო, ძალიან მეგობრობდა ყველასთან, მაგრამ მე არ მქონია მასთან პარტნიორობა, არ ვიყავი ხა მისი ახლო მეგობარი, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, გადაკვეთა მქონია, გასტროლდეს დამემეთხოთ ერთხელ ერთად და გასულ თბილისობას ერთ პროექტში მონაწილეობდით და მე მევალებოდა დარეკო და ვურეკავ, რომ ოფიციალურად ვურეკავ, ახლა მეთქი სულ შეიძლება სახელი და გვერდ ვერ მიცნოს და ვურეკავ გამარჯვებათ ბატონ ნუგზარმა, გამარჯვება მისით რამე, კახავარ ქიაშვილი ესე ახლა მე გიცნობ შენ ხო ის კახავარ ხო და ჩვეულებრივად მელაპარაკე ვარ და იმიტომ ხა ნუგზარი და ბატონ ნუგზარზე გადავედი და მოდი გავიხსენოთ მისი შემოქმედებითი გზა. მე ვთქვი რომ ის არის ერთ-ერთი ფუძემდებელი ახმეტელის თეატრი, თუმცა მან სხვადასხვა დროს პარალელურად ბოლომდე მუშაობდა ასევე მოზარდ-მაყურებელთა თეატრში და აქვე ვიტყვი რომ რუბლუქ ჩაგვერთინა ბატონი დიმიტრი ღვთისიაშვილი. გადავხედოთ მის განვლილ გზას როგორც თეატრში, ასევე კინოში. მადლობა. აიზიარეთ ჩვენი ევილი, იმიტომ ჩვენი თეატრისთვის ბატონი ნუგზარი დამაარსებელიც არის და ედგარ მთელი ამ 45 წლის მანძილზე იქცა რაღაც სიმბოლოდ ახმეტელის თეატრის. სახით ასე ვთქვათ, ხო? სახით, როდესაც ახმეტელის თეატრს ახსენებ, აუცილებლად გითხავდნენ ნუგზარი როგორ არის, იმიტომ აი ორივე იქცა ერთმანეთის სიმბოლოდ, თეატრი ნუგზარის და ნუგზარი თეატრის სიმბოლოდ, იმიტომ ჩვენ ყავს ბევრი უფროსი თაობის მსახიობი და ძალიან უყვართ ეს თეატრი, მაგრამ მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული აი ძალიან სენსუალური დამოკიდებულება ამ თეატრისადმი. ის თამაშობდა ბევრგან ნათამაშებია თბილისის ყველა თეატრში. კი, ბევრგან. ამიტომ თქვი პარალელურად იყო. ჰქონდა ბევრი მიწვევა გადასული იყო სხვა თეატრშიც, მაგრამ მე როდესაც მისაუბრია, იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება რომ მე მერვე კლასიდან ვიცნობ, იმიტომ ხელოვნების კოლეჯში იყო ის ჩემი პედაგოგი. ის არ ვიცოდი, მე მგონა თეატრში დაუკავშირეთ ერთმანეთს. სულ ამას უკეთებდა აქცენტს, რომ რას ვიფიქრები, რომ ხა ჩემი ხელმძღვანელი იქნებოდა ჩემი გაზრდილიო. მაგრამ აი ეს თეატრი მისთვის იყო ყველაფერი ოჯახი, იმიტომ რომ ოჯახი ძალიან დიდი ადგილი ეკავა მისთვის, აი ის არის ადამიანი, რომ ყველაფერს მიაგდებს და ოჯახსაც მიაგდებს თეატრის გამო. ის იყო ძალიან კარგი მეუღლე, მამა, ბაბუა და აი მეორე იყო ეს თეატრი, რომელიც იყო მისთვის ყველაფერი. და აი ვერაც ახსენეთ ეს მეგობრობა ახალგაზრდებთან. ის იყო ყველა ახალგაზრდა მსახიობის მეგობარი პირველ რიგში. და შეეძლო გამხდარიყო უცბად 20 წლის და 20 წლის ადამიანებთან ერთად მათ ტემპში, მათ რიტმში თუნდაც მოელხია. კი, ეს მე ჩემი თვალით ნახე გასტროლზე როცა ვიყავი და ახლა რო უყურებ აი ამ სამძიმრის წერილებს, ჩემი მეგობრები, ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყველა ასე იხსენებს, როგორც მოზარდ-მაყურებელთა, ასევე ახმეტელში ახალგაზრდები, ყველა იხსენებს ესე, რომ რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა პირველ რიგში მას ახალგაზრდებისადმი. გამომდინარე იქიდან, რომ რეპეტიციაზე ეს კრებოდა, იმიტომ რეპეტიცია იყო მისთვის ძალიან მოწესრიგებული. იქ უკვე რაღაცა ზღვრები
თავდებოდა და ეს იყო ძალიან იყო საქმე. ძალიან საქმიანი და მკაცრი პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვიმუშავეთ ერთად მეფელირზე, თულად 8 თვე ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე და მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს როლი აი ბოლო ხანებში რაც ითამაშა და თავარია რომ აი ალბათ მსახიობისთვის ბედნიერება დამემოწმები რომ ბოლომდე რო სცენაზე დგახარ. რა თქმა უნდა. აი ბოლომდე მან გადალახა ერთი ეტაპი ამ ძიმე დაავადების და ბოლო 2 წელი რაღაც იმედი იყო რომ აი ესეც გავცელდა რომ გასტროლზეც იყო, საქართველოს ტურნეებშიც იყო და ფაქტიურად ყოველდღე არა, მაგრამ თვეში 6-7 სპექტაკლს თამაშობდა, როგორც ახმეტელის თეატრში, ასევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში და აქტიურ რეპერტუარში იყო. ყოფილა შემთხვევა, რომ აი ზედიზედ მიჯრით შეგვიძლია მთელი კვირა ეთამაშა და ეს მისთვის არაფერი მხოლოდ სიამოვნება და ეს იყო მსახიობი, რომელსაც თუ 7 საათზე სპექტაკლი ჰქონდა, ის უკვე 4 საათიდან თეატრში იყო და ეს იყო რომ მისთვის დღესასწაული, აი დავბერდი კაცი და მეორე დღეს რო სპექტაკლი მაქვს ვერ ვისვენებ და სახში რა გამაჩერებს თეატრში მოვდივარ თუ ამის ფუფუნება და ან გახმოვანება ან გადაღება არ მაქვს. ფოტოშორი გახმოვანება რადგან ახსენე, მე ეს არ ვიცოდი და დღეს როცა მოვედი რადიოში და ამზადებდი გადაცემას, გავარკვიე მადლობა დიტოს, ჩვენს ძვირფას დიტოს, მითხრა რომ როცა რადიო დაარსდა, ერთი წელი თუ დამეტი თურმე ჩვენთან რადიოში მუშაობდა და ძალიან რადიოშიც და აი როდესაც ბატონი ნუგზარი გადმოვიდა სოხუმიდან თბილისში უკვე საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ის იყო ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ ტელევიზიის დიქტორი, პირველი ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხის მაშინდელის და ამ დროს იხსნება ახმეტელის თეატრი, ის უკვე ვეღარ უთანხმებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს იღებენ მაშინ, მას იღებდნენ საფრანგეთში, ძალიან საინტერესო ფილმია ჰიუგოს მიხედვით ზღვის მაშრალნი, ქართულ ფრანგული კოპროდუქცია იყო ეჯერ კიდევ კომუნისტებისთვის. და რა ვიცი ის ფილმები რომელშიც გახსოვს გამოცხადება ფესვები რომელიც მაყურებლისთვის განსაკუთრებული იყო და მისი ეს გამოკვეთილი სიმღერის ნიჭი სხვათა შორის ბატონი გზარი მსახიობების იმ კატეგორიას მიეკუთვნება ხა ჩვენ ეს ვიცით ირაკლი და მე მგონი მაყურებელსაც არ ჭირდება ბევრიოს და აი იშვიათი შემთხვევა როცა თითქოს აი ღმერთი ყველაფერს აძლევს ხმა გარეგნობა რაღაც ვიზუალი დამახასიათებელი ხო რომელიც ინდივიდუალის ძენს სიმღერის ნიჭი აი ყველა პირობა ქონდა იმისა რომ ყოფილიყო წარმატებული მსახიობი გამორჩეული და არ დამსგავსებოდა სხვას მას ეს ბუნებითად ქონდა ეს ნიჭი გარეგნობა ქონდა ისეთი ხო გარეგნობა რომელიც სხვას არ ქონდა ხო მაგას ვერაგერეოდა ვერადროს ვერავიში ვერაგერეოდა ეს იყო ნუგზარი აი ფილმში რა ასაკშიც არ არის გადაღებული ყველა ფილმში აი ძალიან კაი ფილმია გოდეთ ჩოხელის იქ მთავარ როლს თამაშობს. არ ვიცი, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ეგრევე იცნობ, იმიტომ აი ეს თვალები, ის გამოხედვა და ხმა ის იყო მისი ბრენდული ხმა. ხო. და ახაც რომ არქივში ჩავიხედეთ, როდესაც ვამზადებით დაკრძალვას, ის იმდენი კარგი ლექსია ჩანაწერი, რომელიც თქვა აქამდე არ მოგვესმინა, მაგრამ იყო ონლაინ ქსელებში. კი ბატონო. და კარგი მკითხველიც იყო. აი ბოლო პერიოდში ეს ხმა ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა პროექტ მიმღერეში კი. აი იმ რეაბილიტაციის მერე სცენაზე. განსაკუთრებით კიდევ შეიყვარა, გაიხსენა მაყურებელმა და უკვე ის მომღერალი ნუგზარი უფრო გამოჩნდა. კი ბატონო, აქვე ვთქვათ რომ მას აქვს სახელმწიფო პრემია მიღებული, ასევე ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. ჩვენ აღვნიშნეთ და მეც ეს მანამდე თვითცოვდი ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მეგობარი მუშაობდა და ყველა აღნიშნავდნენ ნუგზარის, ესე იგი კულისებში, ხო იცი ეს პროცესია თეატრი, ვინც ვიცით, კულისებია და საგრიმიერო სცენა მერე მოდის, ხო ჩვენთვის. რეალურად ეს აისახება ხოლმე ამ დამოკიდებულებას. შენ იყავი მის ხელმძღვანელი, როგორც თქვი, ჯერ მოსწავლე და მერე ხელმძღვანელი. როგორი იყო აი მსახიობი მუშაობის დროს? როგორი იყო როგორც მსახიობი, როგორ უდგებოდა ამ პროცესს? რა იყო მისთვის, იმიტომ რომ ეს ფაქტი რასაც იძახი ირაკლიშე, თითქოს ყველაფერს უკვე ფარდასთვის, რომ უერთგულესი იყო და დარჩა ამ თეატრისადმი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი როგორი იყო მუშაობის დროს? აი დავიწყებ იქიდან, როდესაც ჩვენ ველოდებთ უკვე
ტრაგედიის მოახლოვებას, იმიტომ რომ ის ჯანმრთელობა ყოველ წუთს ბოლო დროს გონებად საკუთარ გაუხარგავს როგორც იმ დონეზე იყო, რომ ელოდებოით უკვე რომ გარდაიცვალა. მაგრამ აი როდესაც გავიგე თეატრში ვიყავით, აი როცა დაცარიელდა თეატრი. აი ხო არაფერი, ხო ეს იქნებოდა ერთ კვირაში, შეიძლება ერთ თვეში, მაგრამ უცბად ვიგრძენით, რომ ამ ერთ ადამიანს რამხელა სივრცე ეკავა შენობაში თვითონ. და უცბად ნახეთ სოციალურ ქსელში, იმიტომ სოციალური ქსელი რაღაც ლაკმუსივით არის, ხო, განსაკუთრებით ახალგაზრდები. იმიტომ შეიძლება მის თაობა, მისი მაყურებელი სხვა თაობა იყო, მაგრამ თურმე ახალგაზრდა მაყურებელს უყვარდა ეს. და აქედან გამომდინარე, მისი ესეც სულ ახალგაზრდულად, სულ ახალგაზრდთან რატომ მეგობრობ, იცი, არ დავბერდები. მეც თავს ახალგაზრდად გზნობ და ყოველთვის მას ჰქონდა ეს თავის ჩაცმის სტილი, სტილი ყოველთვის. ეს მოსდევდა თავის მშობლიური ქალაქიდან, აი სოხუმის ცენტრში დაბადებულების სტილი ჰქონდა. ეს გაწკეპილი როცა უნდა იყო, ნამდვილი ინტელიგენტია. სულ ესეთი, სულ მახსოვს, სადაც არ უნდა მენახა გაწკეპილი. მუშაობის დროს, აი, როცა მეუბნებოდნენ ინსტიტუტში, პედაგოგები, რომ იმ მსახიობი რაც უფრო დიდია, მით უფრო პრეტენზია. მართლა? ვისაც არაფერი გავაკეთებია, იმასაც პრეტენზია. აუცილებლად მას აქვს, იმიტომ რომ მე მქონდა ბატონ ნუგზარამდე ბედნიერება მე მუშაობ არ მეღვინეთ ოხუცესთან. ამ ერთი შეხედვით მძიმე ხასიათის ადამიანი. ესეთი ის ქონა გავრცელებული ამიტომ რომ ის იყო პლასტელინი რეპეტიციაზე. ხო არა? ის იყო გამოცვლილი, ვერასდროს ვერ დაასწრებდი მისვლას 1 საათით ადრე. გამოცვლილი 80 წლის ამხელად უნგერაზი მსახიობი და ეს შემოკურებდა. ასე იყო ბატონი ნუგზარიც. ის იყო ფლიანად ჩართული და ხო არის ხო რაღაც ახირებები აქვს მსახიობებს, ეს ბუნებრივია ხო. მაგრამ მას ჰქონდა პირდაპირ მონდობილი, თავისი ვერსიებით, თავისი რაღაც წინასწარ ნაფიქრით, ის არ მოვიდოდა არასოდეს რომ თქვა აი გავიარო რეპეტიცია. მისთვის იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი. აი მან არავის არაფერს არ აპატიებდა. ხო, ნუ საქმე იყო. საქმე იყო ეს და ძალიან ადვილი იყო პირიქით მუშაობა. პირიქით ძალიან ადვილი, იმიტომ რომ მას ჰქონდა აი მართლა როგორც თქვი ყველაფერი. ხო, მონასთან ჰქონდა ყველაფერი, რომ ყოფილიყო მსახიობი. ირაკლი, ეხლა რაც მინდა კითხო შეიძლება შენგან ამის პასუხი იყოს, იმიტომ რომ იმ თეატრს ხელმძღვანელობ ლომი თეატრის დამაარსებელი და ერთ-ერთი წამყვანი ღერძი იყო ბატონი ნუგზარი. მიუხედავად იმისა, რომ აი თქვენ თეატრში იყო, პარალელურად სხვა თეატრში, სხვა სცენებზე, ფილმებში იყო და სიყვარული ქონა საზოგადოების. აი დღეს ვფიქრობდი, მაინც ხომ არ დარჩება ბატონი ნუგზარი, მსახიობი, რომელიც შეიძლება ბოლომდე ვერ იქნა გამოყენებული როგორც მსახიობი. მისი რეალიზება ისე ვერ მოხდა, როგორც შეიძლება მოხდარიყო. აიცით რა რაღაც ეტაპზე მე ვთვლი რომ ეს ესეა, იმიტომ რომ მაგთაობის ყველა მსახიობს აი ეს 90-იანი წლები რომ ზოცა ქვეყანა იყო სრულ გასაჭირში ფაქტიურად სპექტაკლები ვერ იმართებოდა, ხშირად ვერ იდგმებოდა ახალი, იმიტომ რომ გაჭირება იყო ქვეყანაში მინიმუმ სინათლე არ გვქონდა, ხო? აი ეს პერიოდი მისმა თაობამ ზოგადად გაუშვა. მისგან განსხვავებით ძალიან ბევრი პროფესიიდან წავიდა, მოუწია, იმიტომ რომ ოჯახი უნდა ერჩინა მარტივად. მან შეძლო ისიც რომ ოჯახიც არჩინა. და პროფესიაში დარჩა. ბოლომდე დარჩა პროფესიაში, იმიტომ რომ მაგ პერიოდშიც 2 სცენაზე იდგა, მაგრამ ეს არ იყო აი თეატრისთვის რო არ ქონდა დრო იმ პერიოდში, ხო? ხო ისიც ხო შევძელით ერთმანეთს რო ვესროდით თეატრში ვინ მოვიდოდა, ხო? კი ბატონო. და ეს გაგრძელდა ფაქტიურად ამ თაობისთვის 10 წელი ჩვენ ვიყავით პატარები და ამას ძალიან ვერ ვგზნობთ. და აი ეს 10 წელი ამ თაობისთვის იყო საუკეთესო წლები. აი 40-დან 50 წლამდე როცა ყველაფერი უნდა ითამაშოს და აი ეს წლები მათ დაკარგეს სამწუხაროდ. აი ყოფამ დააკარგია იმ ყოფამ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში იყო სამწუხაროდ. ესე იგი, რო უყურებდი ეს დღეები, როგორც თქვი, ძალიან ბევრი წერდა მათ შორის ახალგაზრდა კოლეგები, თქვენ თეატრის ერთ-ერთი მსახიობი წერს, შემიძლია მეგობარი, როგორი შეფასება უცებ მიხვდები, ვინ იყო ბატონი ნუგზარი, რომ ერთ-ერთ სცენაში მონოლოგს კითხულობდა და სუკულისებში ვიძიქი და უსმენდი ვტკბებოდიო ამ მონოლოგს. აი, როგორი შეფასებაა, ხო, რომ უთრეს კოლეგატროს იმ მომენტში თავის როლზეც აფიქრი და შენ არტოებ. აი ეს
თითქოს უკვე ყველაფერს ნათელსფენს, რა დამოკიდებულება ქონა ამ პროფესიისადმი. მესმის რომ ძალიან რთულია თქვენ თეატრისთვის ახლა წარსულში საუბარი მსახიობზე, ადამიანზე, კოლეგაზე, მეგობარზე, რომელიც ამდენი წელი ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ვინც არის თეატრში, ყველას დახვდა ნუგზარი, ხო? რამოდენიმე ერთად. ხო, მაგრამ ახალგაზრდობა და თქვენ შეიძლება უმეტესობას დახვდა ნუგზარი და ძალიან ძიმეა ახლა ალბათ ამაზე საუბარი, მაგრამ ნუ გრძელდება ცხადია, ხო? ძიმეა, აი ვთქვათ, რეპეტიციაზე რეჟისორი თუ მიცემდა ახალგაზრდა მსახიობს შენიშვნას, რეპეტიციის შუალედში ან შემდგომ აუცილებლად ეს აუხსნი და იცი რა გითხრა, მოდი მე დაგეხმარები ეს როგორ გავაკეთოთ. აი როგორც გვერდჩემდგომი როგორც რეპეტიტორი, რომ აუცილებლად აუხსნი. პასუხისმგებლობაც ქონდა ერთგვარად? პასუხისმგებლობა ქონდა ახალგაზრდებზე, სულ ყოველთვის და აი ხანდახან მეუბნებოდა ძალიან ხო არ ვარ ბიჭო შეხუმრებული ამასთან, ხო? არა მე ვთხარი ესენი არ არიან ისეთი რომ ვერ მიიღონ ჩემი შეხუმრება, იმიტომ ყველა იყო მისი მეგობარი, ნუ ხა უფრო სწავლობას ლაპარაკია, ისინი ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ ამ თეატრში. მოვიდნენ ინსტიტუტის მერე უმეტესობა. ალბათ დარჩება ბატონი ნუგზარი. არ მოხდება ის რომ ის არ იყოს თეატრში, ხო? ის შეიძლება ჩვენ დღეს დავგზავნოთ. ვარსკვლავიც არის გახსნილი. ვარსკვლავიც გახსნილი. შენი ინიციატივით როგორც ხელმძღვანელის ეს ვიცი თეატრის წინ. დიახ, რაღაცა თეატრის მსახიობი ფილმი რჩება, თეატრის მსახიობისთვის ცოტა. ეს ბედი გვაქვს ცოტა. სპექტაკლი აღარ არის და მსახიობი აღარ არის. ხო, ეს ძალიან მარტივია. ხო, რაღაც მოვიდა ახალი თაობა მაყურებლის, რომელსაც არ უნახავს. თუნდაც გენიალური და რაც არ უნახავს, არ იცის რა იყო. ეს არის თეატრის ვალი, რომ ზუსტად ყოველთვის ვახსენოთ ხან გადაცემით, ხან საღამოთი, ხან უკვე ჩვენ გვაქვს უკვე სოციალური ქსელები, სადაც აქტიურად მათ ცხოვრობს საზოგადოება. იმიტომ რომ ჩვენ მართლა ერთი კარგი ადამიანი და ძალიან კარგი მსახიობი დავკარგეთ. კი ბატონო, აი ადამიანი ახსენე და ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი ხელოვანი ვიცით. შორს რო არ წავედი და არ გავსწრებ ჩვენს ქვეყნის ფარგლებს, იგივე ჩვენს წარსულს, ჩვენს პროფესიაში. და გადმოცემით ვიცით ზოგს, ვიცნობდით ზოგი, ჩვენ რო დავიბარეთ აღარ ეკვდა, მაგრამ აი გადმოცემით ვიცით, რომ იყვნენ დიდი მსახიობები, მაგრამ ცოტა ხასიათებისგან გამო ცუცი ძახდნენ. არსებობდნენ, როცა ემთხვეოდა ერთეულებია, რომ წკნვალი მსახიობი და პეტროლი ადამიანი იყო, მაგრამ აი ისტორია მაინც ხო ამ ყველაფერს იმახსოვრებს. ეხლა რამდენი გაგვიგია ჩვენი პროსტაობის ხალხი, ვისიც ადამიანური ამბები გვესმის, ხო და იხსენებენ. ესეთების გაგვიგია, რომ აი დღეს გახსნილი ვარ უნდა. ეს ფაქტორია ჩვენ თქვი ადამიანობა, ურთიერთობა, მეგობრობა, რჩება და თაობებს ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს, ასე ვთქვათ და დადებით ზეგავლენას ახდენს და მე მგონია, რომ თქვენ თეატრში პირველ რიგში და ისედაც აი ბატონი უგზარის შემთხვევაში ეს დიდხანს გაყვება, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ასეთ გულისტკივილს წერს, ხო აუცილებლად მოუყვება იმას, ვინც ვერ ემოვა, აი ბატონი უგზარი ესეთი იყო. აი თეატრში არის ტერმინები მის სიცოცხლეში. თან იცოდა რომ ჩვენ ამ ტერმინებს ვიყენებდით. რა თქმა უნდა სახუმარო. ხო. და ხანდახან შეხედავთ ახლა ხო არ და მაშაყირებენ ეს ვინ გააშაყირებდა პროექტის სიყვარული ხდებოდა. ეს ტერმინები დარჩენილია. რა გვამდობ რამდენი? შეიძლება ვიღაცა რომ მოვა ხო ის ვერ გაიგო ვიღაც ახალმა. ხო ვისაც მასთან არ ქონია ეს კულისების ურთიერთობა და იმას რო აუხსენით, აი ამაზე ესე თქვა ისეთი ტერმინები ახლა უბრალოდ რო თქვა კონტექსტში უნდა იყოს. ხო, მესმე შეიძლება რომელიც აი დანერგილია და ჩვენც ახლა რო ვისხედით აი სიცარიელეში, თითქოს რაღაცას გეგმავდით ხო? ხო, ნუ როგორც ხდება იმ დღეებში და სულ ყოველთვის რაღაც გადავდიოდით თუნდაც აი ამ ტრაიგულ მომენტში მის ამ იუმორისტულ ტერმინებს. ანუ ყველაფერი თვითონ გადაგვატანინა. ეხა ნახე რას გვეტყოდა. სულ აი ეხა რას გვეტყოდა, ზუსტად ვიცოდით რას გვეტყოდა. ბოლო რამდენიმე დღე როგორც ვიცი მას უკვე ეგონებას და კარგი, მაგრამ მანამდე როცა საავადმყოფოში გადაიყვანეთ, უკვე ბავშვად თვითონ მქონდა ეს განცდა რომ შეიძლება გადის ამ ქვეყნიდან ან რამე ხო არ თქვა სანის მოლოდინი თუ იყო თუ შენ მაინც იმედით იყო. იმედით იყო, იმიტომ პირველად როდესაც 2 წლის წინ გამომდა ქონდა ეს დაავადება 3 წლის წინ და უკვე 2 წელი ეს გახანძლივდა უკვე ჯანმრთელობა. აი მაშინაც იმედი ქონდა. აი ზუსტად გრძნობდა, რომ კარგად უნდა ვიყო.
იმიტომ რომ აი მის შვილს სავანტყოფოში გეუბნებოდა, ხა თეატრში დარეკე ეს სპექტაკლი რომ მქონდა, ეს როგორ ითამაშა სხვამ. როგორ გადაარჩინა სპექტაკლი ეს ამას განიცდიდა იქაც, იმიტომ სპექტაკლი ეუბნებოდა შვილი დააწყნარდი მიხედავენ, თან ჩვენ ძალიან ხშირად ურეკავდით სანამ მას შეეძლო. კავშირზე გამოსვლა და რა ხდება, აბა ეს როგორ არის, აბა ის როგორ არის, მე ხა მოჩებით ამას. მითხრეს რომ ესე იქნება და მალე გამოვიდა. იმედით იყო რომ ისევ დადგებოდა სცენა. იმედით, იმიტომ რომ ის ერთი შეხედვით შეიძლება არ ყოფილიყო ესე ის თაობა მაინც სხვანაირი იყო რომ აი ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მოჩვენებითად რელიგიური არ იყო, მაგრამ ის იყო ძალიან მორწმუნე. და განსაკუთრებით პირველად როცა ჯანმრთელობა შეერყა, მას ზუსტად წამდა იმ ბერის, რომელსაც შეხვდა. მართლა? ის ამბობდა მე ქიმმა არა თურქმა, აი იმ ბერმა გადამარჩინა. ერთ-ერთი სპორტსეთ გადაცემაში მოყვა ეს ძალიან რთული შეხვედრა ერთ-ერთ ბერთან, რომ მე იმისი უფრო მჯერავ. ექიმი რა თქმა უნდა ეხა ჩაერიაო, მაგრამ მე იმან ისეთი სიტყვები მითხრა და ისეთი ენერგია მომცაო, როცა ეს ბერი ესტუმრა უკვე ავად მყოფს პალატაში, რომ აი ახაც ბოლოს ხო ადამიანს როცა რწმენა აქვს, იმას აუცილებლად იმედი აქვს, ხო და აი ამ რწმენით იყო, რომ ის აუცილებლად რაღაცას კიდევ გადააგორებს და ისევ დადგება სცენას. იმიტომ მართლა დიდი ენერგიით იდგა, ჩვენ გვიკვირდა ხოლმე, როგორი რთული რაღაცები გადაიტანა ოპერაციები და როგორ ენერგიაზე. და გვიხაროდა ეს. ხო და ნუგზარის რა აჭუბებს. ბინაჭუბებს. ესე იყო? ეს აზრი დადიოდა თეატრში? იმას თვითონ ყოველთვის ქონდა ეს, რომ როგორ უნდა მაჯობოს რაღაც დამატება ვიღაცამ. როგორ ხდებოდა დაუშვათ ახალი თაობის მოსვლა თეატრში, ახალი რეჟისორების, ახალ სპექტაკლის, ახალ რეპერტუარს, იმას რომელს შეიძლება თვითონაც არ უნაწილეობდა. ახალი თაობის მოსვლა იყო, რომ ეს არის რომ პირველივე დღესო ითხოვდა და ყოველთვის მართლდებოდა მისი ნათქვამი. ეს განჭრიტავდა მირასის განჭრიტავდა ვიზეც უთქვამს. არაფერი არ უთქვამს, იმიტომ ეხლა ესეც ხდებოდა. მას ვერ გაუგზელებია თეატრში კარიერა. ისე მომხდარა, რომ რაღაც როგორც მოვიდა, ისე წავიდა თეატრს. თორე ხა ეს გამოცდილება უკვე ხო გიგროვებს იმას, რომ ცხადია. ერთი შეხედვით შეხედო. ალღუთი ხდები. ალღუთი ეგრევე ხდები და განსაკუთრებით აი ვინც მღერიან ახალგაზრდები, ჩვენი ახალგაზრდები ბევრი მღერის. აი მათი კომაგი. ერთად ღეროდნენ ალბათ. ვერ მღერი ხარ, მაგრამ ივღეროს. ხო, მაგრამ კარგია. კარგი ბიჭია. თუ არის ეს სპექტაკლები, რომელშიც სიცოცხლეშივე ყავდა შემცვლელი. დიახ. გაგრძელდება სპექტაკლები თავისთავად. გაგრძელდება სპექტაკლები და რა ჩვენთვის გაგრძელდება, იმიტომ რომ მე არ ვთვლი ხოლმე რომ ადამიანი რო გარდაიცვლება, ის არის რაღაცა შორს, ის არის ყოველთვის ნებისმიერ ადამიანი ჩვენთან და შეგვიძლია ველაპარაკოთ, არ არის. ნამდვილად ის თუ ჩვენში, ესე იგი შეგვიძლია ვეკონტაქტოთ და სანამ ჩვენ გვახსოვთ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძვირფასია, სულ ჩვენთან არის ცხადია. როგორც ახმეტელის თეატრის ვერ მოშორდება. განუყოფელი. ვერ მოშორდება, ის არის. ამიტომ მოხდა გამოსვენებაც თეატრიდან კი ბატონო აკვირდა. ეს არის მისი მეორე სახლი. ლოგიკური იყო, ბუნებრივია, რომ სახლი რომლის აშენებაში დიდი წვლილი მიიღო და ძალიან დიდი წვლილი. ბოლომდე უპატრონა და უერთგულა და რა თქმა უნდა უჯერა რომ ძალიან დიდ ხანს იქნება მის სახელი ესეთი პატივით როგორც მანამდე იყო. მე კიდევ ერთხელ ვიზიარებ განსაკუთრებით მწუხარებას ირაკლი თქვენი თეატრის თქვენი კოლეგების და ყველას, იმიტომ რომ ბატონი ნუგზარმა მოახერხა გარდა ახმეტელის თეატრის სხვა თეატრებში და კოლეგებში აი ერთხელ ვისთანაც გქონია გადაკვეთა და დაგამახსოვრებდა თავის თავს და ძალიან სამწუხაროა რომ მას კიდევ ბევრი რამ შეეძლო, თუმცა დავალდებამ თავის იქნა. მადლობა ირაკლი და გისურვებთ რომ ისე განაგრძოთ თეატრის საქმე, როგორც ნუგზარს გაუხარდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ის იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და ცხადია სწორი რამ აღნიშნე, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის და აუცილებლად გაუხარდება კარგი და აი ისეთი წარმატებები ქონოდით სულ, როგორც აი შენ ხო თქვი რომ გადაგვატაინა, ეხლა ამას იტყოდა, ხაი
რო გეფიქროთ რომ აი ხან უგზარს გავუხარდებოდა. აი ხან უგზარი ამით მაყოფილი იქნებოდა, ესე ყოფილიყოს თქვენი საქმიანობა. დიდი მადლობა. ირაკლი გოგია, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საუბრებოდა, ვიხსენებთ ჩვენ ბატონ ნუგზარ ყურაშვილს და მეორე ბლოკში სატელეფონო ჩართვით გავისაუბრებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელ ბატონ დიმიტრი ღვთისაშვილს, ვინაიდან ბატონ ნუგზარი ასევე მსახიობად, როგორც მსახიობად მუშაობდა ამ თეატრში, დაგვალავდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. Ginda bedma mimtxunos, ra 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 ginda ram kviosa, gidev sham verbertela, seidarum gulmamai ukhinosa. Nuris magi uradis adjov seida pisparadi mai vinusam hey da hey da hey da hey hey da hey da hey da კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ ჩვენ ვიხსენებთ თეატრის და კინოს მსახიობს ნუგზარ ყურაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება გავესაუბროთ სატელეფონო ჩართვით მოდარდ-დუმბადის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბატონ დიმიტრი ღვთისაშვილს. ბატონ ნუგზარი პარალელურად ახმეტელის თეატრისა ასევე მუშაობდა ამ თეატრში. ბატონ დიმიტრი, საღამომშვიდობისა და ვიზიარებ პირველ რიგში იმ დიდ დანაკლისს, რომელიც გამოიწვია ბატონ ნუგზარის გარდაცვალება. ნამდვილად ძალიან დიდი დანაკლისია, დიდი მადლობა, რომ ამ არაჩვეულებრივ კაცის ხსოვნას მიუძღვენით. გადაცემა ნუგზარ ყურაშვილი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1995 წელს ოთარ ბალათურიამ დაწერა პიესა ამიკო, რომელიც შემდეგ ძალიან ბევრ თეატრში დაიდგა, თუმცა პირველი შემსრულებელი ამ როლის გახდა ბატონ ნუგზარ, რომელიც მოიწრიეს მაშინ ამ როლზე და მართლაც მის შემოქმედების ბიოგრაფიაში ამიკო იყო ერთ-ერთი გამორჩეული როლი და მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, მაშინ გიგა ლოცხიფანიძე იყო თეატრის ხელმძღვანელი, რომ ნუგზარ ყურაშვილი ყოფილიყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის სრულუფლებიანი წევრიც. ახმეტელის თეატრის დამფუძნებელია იგი ერთ-ერთი და მოზარდ მაყურებელთა თეატრში უკვე 30 სეზონი გაატარა და მე პირადად მქონდა ბედნიერება, რომ ერთ სპექტაკლში ახმეტელის თეატრში და უკვე 5 სპექტაკლში მოზარდ მაყურებელთა თეატრში მასთან მემუშავა და მე სიამაყით სულ მუდამ გავიხსენებ, რომ ის იყო დენფორტის ეილენის პროცესში და ჩემს დადგმულ სპექტაკლებში ალბათ დენფორტი გამრჩება როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ სახედ და როდესაც აი ამ რანგის არტისტთან გიწევს შემოქმედებითი თანამშრომლობა. ძალიან ემოციური იყო ბოლო გასტროლი ფლორენციაში, სულ რამოდენიმე თვის წინ, სადაც ჩვენ ჩავიტანეთ სარაბარა თეატრს, სადაც ბატონ ნუგზარი აფხაზს თამაშობს და ემოციურად ჩვენი დიასპორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. თან ბატონ ნუგზარი იცით თქვენ ამ კინოდან, სერიალებიდან, განსაკუთრებით აი ამ ბოლოს ამ წერაგიას თამაშის შემდეგ რაღაცა წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა და ის იყო აი ნამდვილი ისეთი ოვაციით დახვედრა ჩვენი ემიგრანტების და ყველაზე ისეთი იყო თან დიდი ბავშვიც იყო თვითონ და უცებ მივდივართ ფლორენციის ქუჩაში და ვიღაცა დაეტადა, ჩაეხუტა ფლორენციაში, წარმოიდგინეთ და ნუ ესე იგი ისეთი ამაყი იყო, ისეთი ბედნიერი იყო, რომ მეტი არ შეიძლება. დიდი ბავშვი იყო, თქვენ იმიტომ ამბობ, რომ უკეთილესი ადამიანი იყო და აი ის რომ ძალიან დიდი მსახიობი იყო, სწორედ იმის გამოც იყო, რომ დიდ ბავშვად დარჩა. ადგილად იჯერებდა შემოთავაზებულ მოცემულობას, ვითარებას და რაც ეს უკვე ღმერთისნება იყო, ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როცა შემოდიოდა სცენაზე. აი რაც არ უნდა ეთამაშა, იმიტომ ხედავდი, რომ შემოდიოდა პიროვნება, პერსონა.
პიროვნება, რომელიც ნამდვილად აჯადოებს და მაყურებელს და ნუგზარ ყულაშვილის წასვლა თან აი ასე უცებ წასვლა, იმიტომ რომ ფედერალშიც და მარტშიც მან ითამაშა სპექტაკლები და აი ბოლოს სპექტაკლზე სწორედ სარაბარა ითამაშა ბოლოს აი რასაც არ მომეწონა და უთხარი კიდეც ბატონ ნუგზარ ცოტა ხანი გავაჩერებინათ კი ამ სარაბარას ერთი ყო ერთადერთი სპექტაკლის დუბლორი არ ყავდა და გავაჩერებინათ კი ცოტა ხანი რომ თუმცა ცოტა დაისვენე ისე და მე გაზაფხულზე და მეო მერიდებოდა ბავშვების მოთხოვნა ისო და აი მე ვთქვი ყველაფერს მაისის მეორე ნახევარში გადავყარე მეთქი რაც არის მოთხოვნები და თქვენ მაგაზე არ ინერვიულობთ მეთქი ესე დამირეკა სადღაც 17 რიცხვი იყო აპრილის რომ ეს შეიძლება ალბათობა რაღაცა მოიფიქრებო ბავშვებს ღალატი არ მოუხდებაო ბავშვების ღალატი არ შეიძლებაო და არ არის ადვილი მოსაფიქრებელი რაღაც როდესაც ამ რანგის არტისტი ყავს და სამწუხაროდ ის მე ვფიქრობ აი ძალიან შემოქმედებითი ენერგიის დროს დავიდა მიუხედავად იმისა რომ 76 წლის იყო მას ჰქონდა სული ჰქონდა რაღაც ენერგეტიკაც ჰქონდა იმის რომ რაღაც ახალი შეექმნა და თუნდაც ის რომ ბოლო 7 წელიწადში მან 9 ახალი როლი ითამაშა აქ და 2 ახმეტელის თეატრში ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას რომ ის იყო მუდამ შემოქმედებითი პროცესისთვის და თუ დაუმატებთ კიდევ უამრავ სატელევიზიო პროექტში ჩართული ეს აბა წარმოიდგინეთ ენერგიაზე აქტიური ცხოვრების დროს აი ეს აქტიურ სამსახიობო კარიერის დროს ამ ვერაგმასელმა კვლავ შეახსენა თავი რომელიც დაიწყო 3 წელიწად ნახევრის წინ და მაინც ეს შედეგი მიიღეს ბატონო დიმიტრი ცოტა შორის თქვენც ამით დაიწყეთ პირველი როცა პასუხს მათ გამოცით დიდებული ადამიანიო და მე პირველ ბლოკში ერთგვარად ვისაუბრე ამაზე ყველა მანამდე და ახლაც განსაკუთრებით ახალგაზრდა კოლეგები თქვენი თეატრიდანაც ხას უსვამს მის საოცარ ადამიანურ თვისებებს მეგობრობას ახალგაზრდებთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს მით უმეტეს ჩვენ ვიცით თეატრში მომუშავე ხალხმა რას ნიშნავს ურთიერთობები კულისებში და განსაკუთრებით საგასტროლო მოგზაურობაში აი ამ ურთიერთობებში როგორ იყო რა სიტყვით მასზე როგორც ადამიანზე მეგობარზე პიროვნებაზე ჩვენ როდესაც გავიგეთ ეს ამბავი 5 საათი იყო სადღაც და საღამოს იყო ლამბალო და ყაშა ამ სპექტაკლში თამაშობს ერთი ქალბატონი არის და დანარჩენ პრაქტიკულად სულ მამაკაცები თამაშობენ 22 კაცი თამაშობს აი მე უყურებდი კაცების დაპირებას ესე იგი სულ ყველა თვალშემლიანი ადამიანები იყო გარემოცული მოკლედ თეატრი იმიტომ რომ ძალიან რთულია წრემლის გარეშე ნუგზარს ჰქონდა ის საოცარი თვისებები ესეთი რომ პატარა ახალმოსულს გაისვამდა გამოკითხავდა წარმომავლობიდან დასაწყისად აინტერესებდა თუ რამე კავშირი ჰქონდა სოხუმთან ხო საერთოდ შინაური ხდებოდა ხო ეს თალკე თემა იყო თურამე იყო ეხლა ხან ახალი შემადგენლობა შევიყვანე მე ვხედავ მზეში ბაბილოს თამაშობდა და სოსოია თამაშობდა ნიკუშა ჩკადოა ახალი ნიკუშა ფაიქრეთის შემდეგ და რო გაიგოროს პოლვილთა ოჯახიდან იყო და სოხუმელი იყო და ისა ნუ აი სხვა სახე გაუხდა სხვა ის და ყველასთან აი ხაი ახალგაზრდები გუში წინ თეატრში მოსულებიც კი მასზე აი სულ თვალწმიანი და სულ აი ესეთი ეთიდი ხიმი იხსენებენ ამას იმიტომ რომ აი მართლა შეიძლება და თქმულიყო მასზე რომ დიდთან დიდი იყო პატარასთან პატარა აი ასე და მე აი იცოდა საოცარი მადლობა იცოდა აი რაღაცა მადლიერება ჰქონდა საოცარი მე ვეუბნებოდი სულ ახლა მე მქონდა ბედნიერება რომ დავაკეთე მიცი ალბომი აქ მოვაწყო მიცი იუბილეი იმიტომ რომ ახმეტელის თეატრმა საიუბილეო თარიღის დროს გახსნა ვარსკვლავები და ჩვენ ვიდოდა რომ რაღაც გარჩამოვჩენილი და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ჩვენ წილი
ესე იგი ისეთი მადლიერი იყო ამით, რომ ხო ხვდებით ახლა ალბომი არის რომელიც დარჩება თაობებში, რომ რაც აკეთებდა ეს კაცი ვინ იყო, როგორ იყო რანაირად და მე ვეუბნებოდი სულ ჩვენთვის არის დიდი პატივი რომ ეს ვაკეთოთ ბატონო და კარგი ეხლაო რაც ქვია თემზე დიდი მსახიობები გასულან რომ იმათ არგესებიათ ესო და რომ მოიცალეთო ამისთვის და თქვენ რომ ამას აკეთებთ როგორ მე მადლობა დაგთვალო ანუ დებით სულ ქონდა ეს მე მეგეთებ ჩემი შვილი შუათანა იყო მისი პარტნიორი პატარა იყო გუდული ბაბუა თამაშობდა სიცოცხლის ხეში და ნუ ბავშვი იყო იმენად მონოსული და მე სწავლობდა საზღვარგარეთ და იგი აიგო ცუდად იყო ბატონ ნუგზადა რომ ჩამოვიდა უკვე რაღაცა რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული იყო და მთხოვა რომ მანახავად მინდა მივიდეო და ნუ დაუვეგე ისეთ გულჩილი იყო წამოვიდა ფრანგები ვაიმე რასაბო მაგასენაც შედი აბარა როგორ რანაირად ეხლა არ შეგატოხეთ შემოვიდნენ ბატონუგა გნახავთ იკამეთი ჩაგეხუტება და გავიქცევით რაც ქვია შემაწუხებთო მე უპექნიერეს კაცი ვარ და უნდა გენახათ როგორ დახვდა ხო ავაუინე მოკლედ ერთი 3-4 საათი არ წამოვედი იქიდან ისეთი და გავაღებული და ბედნიერი რომ აი იმ ბავშვმა ზნო რაღაც ის მოიცედი თან სპექტაკლი უკვე 7-8 წელს მოხსნილი იყო მაგრამ გაახავა იმას რომ მათ გაუჩნდა სურვილი ამის გაკეთების და ეს უშუალოდ მისი ის იყო დამსახურება და მისი პიროვნების სიბლი იყო ასეთი და ამიტომ აი მართლაც ორმაგად სამწუხაროა ნამდვილად საერთოდ ადამიანის გარდაცვალება არის სამწუხარო და მე როცა ის არის კვლავ შემოქმედებით ფორმაში და ამ დროს გეცვლება ხელი მადლობა დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი კიდევ ერთხელ ვიზიარებ გადაეცით ჩვენი სამძიმარი თქვენს შემოქმედებით ჯგუფს შევახსენებ მსმენელს გვესაუბრებოდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი ჩვენ დღეს ვიხსენებდით ახლად გარდაცულ მსახიობს თეატრისა და კინოსი ბატონ ნუგზარ ყურაშვილს რომელიც დღეს დაკრძალეს მე გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე სამშაბათ შევხვდებით კვლავ ერთმანეთს